მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. დღეს არ ვიცი რაზე უნდა ვილაპარაკო, მაგრამ ფეხბურთზე მინდა რომ ვისაუბრო და ამიტომ ვინც ფეხბურთის არამოყვარულები ხართ, შეგიძლიათ უკვე გათიშოთ თუ ჩართეთ საერთოდ. გუში რა ქნა არსენალმა ბიჭო. არსენალი არის, კაროჩე ეხა ვიყავი. გამარჯვებს გავყევი მეტროსთან და რო ამოვედი. ძალიან ცხარა. კაროჩე თან თეთრიანი არ მქონდა ფეხით მოვიწია, ეცხეზე ავაცლა. აუჩე, რანაირი ამინდები არის ფეხით რომ მოგინდეს ასლა. მეცხრე სართულზე ხო ტრანსფერი თუ გაწვია ზამთრის შესაძფერის და როგორი ამინდით წეს თუნდა იყოს ხო ცხელა მაინც ვიდეო ჩავთ ხო ჩავთ ან ცხელა ბიჭო თან ძალიან ცხელა და მაგრა დავიღალე არ მესვის პროსტო მე მართლა ვერ ხვდები რა ანუ როგორ შეიძლება აი რა 27 ნოემბერი არის მამა და გარეთზე აკაშკაშებს და ის გაჭერს და რაღაცა ვერ სუნთქა ხო და აუ რა ვეია ბიჭო ზღალი ხო და რას ვიზახთ ბიჭო ჯერ მოდი იმაზე შევთანხმდეთ რომ ვიტინია ალბათ სოფლიოში ეხა აი ამ ეტაპზე საუკეთესო ნახევარმცველი არის რა არ ვიცი 1-2 ადამიანი ჯუდ ბელინგემი ახლოც არ არის აი ამ ეტაპზე რა რაც ჯუდი არის და რაც ეს არის აი ძას ორი პოლარული ისა ჯერ შაშანდელი და შაშანწინდელი ჯუდი 10 თავი ჯობდა თავისივე თავს მაგრამ ბაპე თავის დროზე რო გამოჩნდა რეშფორდთან ერთად დაახლოებით ერთი პერიოდი იყო ორივე რო გამოჩნდა და მე ვფიქრობდი რომ ეგორი იქნებოდნენ მომდევნო მესი და რონალდო რა ჰალანდზე მაშინ არ ვფიქრობდი იმიტომ მაშინ არც ცნობილი იყო და მე ზალცბურგში რო გამოჩნდა დიდად ზალცბურგში ბევრი გოლი ვისაც გააქვს იმებს ვერ ვენდობი ხოლმე რა იმიტომ რომ ავსტრიის ბუნდესლიგა ისეთია რომ რა ვიცი რა არ ვიცი ხო და ვფიქრობდი რომ რეშფორდი და ბაპე, რეშფორდი ისე ჩამოშორდა, რომ შეიძლება ყველა ბაპემ მოიგოს ვაფშე. შაშან დემბელეს ეკუთვნოდა, პროსტა არ გეგონთ, რომ იმას ვფიქრობ, რომ არ ეკუთვნოდა, მაგრამ წელს უეჭველი ბაპე მოიგებს, აი უეჭველი. ვინ უნდა აჯობოს, ვერ ხვდები, აი რა უნდა მოხდეს, რომ ბაპეს რამე შეაჯო. არ ვიცი, ბაპე უნდა ადგეს და თავი მოიკლას ალბათ, რომ აი ვიღაცებს ხვებს შანსი კონდეთ რა. მთელი სეზონის განმავლობაში კიდე რომ დაეწიონ. მაინც ეს მოიგებს რა. მე ეგრე მგონი. ხო და პროსტა არსენალი არის, აი გუნდი. ეგეთი უნდა იყოს გუნდი. პროსტა მე რო არ მოგატყოთ არსენალის ძველი ვერსიები უფრო მომწონს რა. ლამაზ და ლაღ ფეხბურთს თამაშობდნენ. ეხა უფრო რაღაცა აი მოგებაზე ორიენტირებული გუნდი არის რა. აი რომას თამაშითაც სიამოვნებას ვერ ვიღებ რო არ მოგატყოთ. ხოლო შედეგი არის რაც მაკმაყოფილებს რა. პროსტა თუ ცუდად თამაშობ, ცუდად რა, არასანახაობრივად და თამაშებს უნდა იგებდე მაინც რა და მაგ პონჩი ხა არსენალსაც ვერავინ ვერ გამტყუნებს. და ვერცი რომა და არსენალი არიან ტოპ 5 დივიზიონში ყველაზე ნაკლები გოლი ვისაც აქვთ გაშვებული, ისეთი ორი გუნდი. 6 გოლი აქვთ 12 თამაში გაშვებული და მიდი და აბა 6-ზე მეტი არ გაუშვით, თან პირველზეა ორივე. პროსტა მე ის არ მესვის, მართლა არ მესვის, რომ აი არსენალი სოფლიოს საუკეთესო გუნდა დააწოდებული. და რომა მსგავს რაღაცებს კი გასაგებია რომ სერია დაბალი დონე არის ახლა ყოველ შემთხვევაში და მესმის რომ იმდან ძლიერ გუნდებთან არ უწევს თამაში რამდენადაც პრემიერ ლიგაში არიან და ალბათ რომა რო პირველზე არის სერიაში ინგლისის მე-20 ადგილოსან ბევრად უფრო მეტი ფული აქვს შემოსავალი და მე მაინც ვფიქრობ რომ მაგ-პონჩი შეიძლება ხო რომ რაღაცა ის იყოს მაგრამ 6 გოლს რო უშვებ 12 თამაში ვისაც არ უნდა ეთამაშებოდე რა მოდი მაგარი შევთანხმდეთ ეგ არის დომინაცია ზმო მეტი არაფერი არა თან თამაშით როგორც ასეთი რომას არავისთან არ წაუგია. აი თამაშით არ წაუგია რა მაგას გულს ხომ თორე ანგარიშ დიცოცხლე. თან რო ვაგებთ აი ორბურთიანი სხვაობით წაგებული არა გვაქვს. არსენალს აქვს მე მგონი ხო? თუ არა არსენალს პროსტა ორი გოლი იმას შეუგდო. კაი ხო რა. წელს გონია რომ მაინც ლივერპული მოიგებს ლიგას. გუში 4-1 ხო წააგეს. აი დარწმუნებული ვარ რა იჭვი არ ვეპარება რომ ლივერპული აწევს თავს. მაქსიმუმ PSG. ლივერპული PSG-ს შორის გადამწყვეტი. მაგრამ ჩემი ზვაკაცი იძახის, აი საბარო არის იმ TikTok-ზე რო ვიდეოებს ვიღებ. იქ უკან რო გვიზის, ეგ იძახის, რომ ბაიერნი ან არსენალი მოიგება. მე არ მგონი ეგრე. მე მაინც აი მიუხედავად ყველაფრისა, რომ ფორმა დაკარგული აქვს გუნდს და ვერ თამაშობენ და რაღაცები ხდება ლივერპულში. აი შუა სეზონის მერე ძირითადად სულ მამარ დაიდგება. იმდენად ცუდი შეცდომები აქვს დაშვებული ბატონ ალისონს ახლა. რომ მაგას უჩვენიათ, რომ ისე სამომავლო მეკარეს ცადონ ინვესტიცია და იმას მისცენ სათამაშო დრო, რომ უფრო გამithარდეს რა. მე ეგრე ვფიქრობ.
შეიძლება ლიგაზე მაინც არის ვინ დააყენოს ხოლმე, მაგრამ პრემიერ ლიგაში უეჭველი მამარდა იდგება ხოლმე რა. ეხა ესა რაცაც ხედავს ამავდროულად. და ვიხარია. კაი ამბავია ეგ. აი მეთეთა. მაგრამ არსენალი არის რაღაც სასწაული. ეგეთ ტაქტიკურად ეგრე განათლებული გუნდი იშვიათია. პროსტა მე რა მგონია, იცი, რო არ მოგატყოთ. პეპმა სპეციალურად ჩაიჯვა ეს ბოლო პერიოდია, რომ არტეტა წამოიწიოს წინ. მაგრამ უყვართ წესით მაგორს ერთვაერთი და მე მგონია, რომ იმენა საქმეს უკეთებს რა. მე შეიძლება მექნა რა, ან ჩემი გაზრდილი ბიჭი რომ ფეხბურთის თამა რაღაცა ვასწავლე და იმ რაღაცაში მე კარგი სტრაგი მიხმარ, მომიტყნა ხო, ანუ მიდი ხო, მე დავაცდი რა, რომ მოიგოს ყველაფერი. ცოტა ხელშეუწყობა გონდა ისე რომ ვითომ არაფერი არ გამიგეთია. ო, სიტიმ რა კრახის განიცადა ეგ დებილიზმი არის ლევერკუზენთან 2-0 წაგება არის ალბათ არ ვიცი, აი მიუნხენ გლადბახი რო არის კადრებში სახლში 2-0 წაგებას ლევერკუზენთან ეგეთ რეალობაში ვართ და ამ დროს სიტი ადგა დონო ზაგო სიგიჟე ნუ თან რაღაც ზამენის ფეხბურთელებია თამაში და რაღაცები გააკეთა. რა ოლენკა შემიფიქრობ ვინ მოიგებს ლიგას? ჩემპიონთა ლიგას წელს? არ ვიცი როგორ არის გუნდები. ვინ სად არის? როდის თავდება? საფხულო მაისში. ანუ ჯერ რაც არის არაფრის მაგას მნიშვნელობა არ აქვს? როგორ არის ჯგუფიდან გასვლაზე არის. მაგრამ ხო, იმდენად მნიშვნელობა არ აქვს. აი გუში ლივერპული 4-1 წააგო PSV-სთან. რო გავიღვიძე რა ანგარიშები დამხვდა ჩემი. არ ვიცი, კიდე კაი დავიძინეთ, ხო მაგას. მე გამოვირიცხავ რომ PSG მოიგოს ეს ლიგაც. ხო, აჰა, აი, ლენკაც შემსავით აზროვნებს. გუში რა ქნეს, ცი 5-3 მოიგეს. ბაიერნმა, ლივერპულმა, არა, მე ბაიერნს და არსენალში რა მოხდა. არსენალმა მოიგო 3-1. მაგრამ იმენაჟე დაჭდნენ რა, რაღაც დომინაციის მომენტები ჰქონდა არსენალს ისეთი მეორე ტაიმის დასწრეში, რომ იმენა გადაუარეს ზე რა. ნონიმა დუეკეც კაი შენაძენი არის საბოლოო ჯამში რა. მაგრამ მე მაინც ფიქრობ, რომ ვიტინიასნაირი ნახევარმცველი დედამიწაზე ახლა მეტი არ არის, მეორე არავინ არ. წამოვიყიდოთ საჭმელი, თორემ დაგჭი უჭმელი 4 საათია. მე ძალიან გავოფლიანდი. იმაზე მეტად დასაბანი ვარ, ვიდრე ვიყავი. შენ დასაბანი ხარ 3 დღეა. ხახნო, ქალებს არ ენდოთ. იმიტომ რომ მე 2 დღეა დასაბანი ვარ. კარგად ძანდებოდით. წარმატებებს გისურვებთ, არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ და მე დათვებში დავგაზოთ თეთრებში.